ქართველი სპეციალისტები ოშტის რესტავრაციის პროცესში მონაწილეობას მხოლოდ კონსულტანტის სახით მიიღებენ. ხელოვნებათმცოდნეები განმარტავენ, რომ სხვა სახის თანამშრომლობაზე შეთანხმება თურქულ მხარესთან ვერ შედგა. შეგახსენებთ, თურქული მედიით ქართული მხარის მიერ ოშტის რესტავრაციაში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე ცნობა გავრცელდა უძველესი ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციის პერსპექტივაზე. ჯერჯერობით კომენტარს არაკეთებს კულტურის სამინისტრო, სადაც გვითხრეს, რომ ამჟამად საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ამ თემაზე მრგვალი მაგიდის მოწყობა იგეგმება. შეჩერდა შეთანხმებები ამ წუთას ვერ გეტყვით სახელმწიფო დონეზე როგორ ხდება, მაგრამ აი ის რომ უკვე თურქებმა იშხანზეც და ოშკზეც გამოაცხადეს ტენდერი, დაიწყება სამუშაოები. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ აი ჩვენი კოლეგა მეცნიერთა დახმარებით, მონაწილეობით, მათი დარწმუნებით არ ვიყოთ ამოვარდნილები მთლიანად ამ პროცესებიდან კონსულტაციის დონეზე მაინც.